დიდება ღმერთს დღეს შევიკრიბეთ ერთად. ეს იმას ნიშნავს, რომ გვაქვს წყურვილი, წავდგეთ უფლის წინაშე, ვიყოთ მასთან სიახლოვეში, ვიყოთ ყველანი ერთად ერთობაში და ყოველთვის მადლიერება გავუცხადოთ უფალს. ვიფასნო, ეს დიდი სამშაბათია, როგორც ზეიმობს ქრისტიანული სამყარო, დღევანდელ დღეს იხსენებენ იესო ქრისტეს მიერ ფარისევლების ხილებას, იხსენებენ იესო ქრისტეს იგავებს, ის წარმოთქვამს იერუსალიმის ტაძარში ამიგავებს, ახსოვს იგავი კეისარსა, კეისრისა, მკვეთრით აღდგომა საშინელი სამგზავრო შესახებ, ქვეყნიერების დასრულების შესახებ მაქვს ამ დღეს მას იგავი 10 ქალწულის და ტალანტების შესახებ. ყველა ეს დღე მდიდარი იყო იგავებით, იესო ქრისტეს მიერ წარმოთქმული იგავებით. ეს მინდა შევეხო ერთ საკითხს 10 ქალწულის შესახებ. ჩვენს ეს იგავი ვიცით, მაგრამ გავიხსენებთ ამ იგავს, შევეხებით და უფრო დაუღმავდებით, რომ ისაგან გქონდეს კურთხეები. მოდით წავიკითხოთ, ვისაც აქვს სახარებები. სანამ შევეხებთ მერთის სიტყვას, ვილოცოთ ყველამ ერთად. რათა ჩვენი სმენა უფრო გახსნილი ყოფილიყოს უფლის მიმართ, მის სიტყვის მიმართ. რათა ეს სიტყვა დამკვიდრდეს ჩვენში. დიდებულო ღმერთო მომზადციერ. მადლობელი ვარ დღევანდელი დღისათვის, შენ თანდასწრებისათვის, შენ შეკრებისათვის, შენი ერთობისათვის. შენ უდესი სიყვარულისათვის, რომ მოვეცი შესაძლებლობა, რომ მოვიდე ჩვენს წინაშე და წავდგეთ დიდებულო ღმერთო. დაკურთხე მსახურება. ემსახურება კურთხევად გადაგეცემული იყოს თითოეული შვილისათვის. მრავალი ნაყოფი გამოეღოს, შენ სახელი განდიდებული იყოს და შენ ნება და სუფეო მეფობდეს ყოველ და ყველაფერში. დაიდიდებოდეს შენ სახელი წმინდა სამებაო, მამაო, ძეო და სულწმინდაო. ამინ. მათე სახარება 25 თავი, პირველი 13 მუხლები. ჩვენ შეიძლება გადაშალ და ჩემთან ერთად წაიკითხოთ. მაშინ ცათა სასუფეველი დაემსგავსება 10 ქალწულს, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები, გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად. 5 მათგანი უგუნური იყო და 5 გონიერი. უგუნურებმა თავიანთი ლამპები, რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან. ხოლო გონიერებმა თავიანთი ლამპრებთან ერთად ზეთით გაიყოლეს ჭურჭლით. ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველას ჩათვლივა და დაეძინა. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი. აჰა, მეფე მოდის, გამოდის შესაგებებლად. მაშინ წამოდგა ყველა ქალწული, გამართეს თავიანთი ლამპრები, უგუნურებმა უთხრეს გონივრებს, ვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, ვინაიდან ლამპრები გვიქრება. მიუგეს გონივრულებმა და უთხრეს, რომ არ ჩვენ დაგვაკეთეს ზეთი და არ თქვენ, უმჯობესია წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის. როდესაც ისინი წავიდნენ საყიდლად, მოვიდა ნეფე და გამზადებულნიც მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხშა. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულები და თქვეს, უფალო გაგვიღე. ხოლო მან მიუგო და უთხრა, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არც გიცნობთ, ხო და იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე. უფალი მოგვიხმოს ვიფასნო ფხიზლობისაკენ. მე მინდა 4 ასპექტი გამოვყო ამ ერთის სიტყვიდან. პირველი, რომ ჩვენი სწრაფვა და ფოკუსირება ყოველთვის უნდა იყოს ჩვენ უფალი იესო ქრისტესადმი. მეორე, მოლოდინი უნდა იყოს ყოველთვის ჩვენი ქრისტეს ფასეულობებზე. ვიფასნო. უნდა ცხოვრობდეთ ამ ფასეულობით. მესამე, მოლოდინი სწრაფვა, ამ მოლოდინში სწრაფვის დროს ყოველთვის უნდა წმინდავდებოდეთ. და ღმერთი ეთხოვს ჩვენთაგან რომ იწმინდებოდეს ჩვენ და ღმერთი, როდესაც მეორედ მოვა, ის ელოდება ის შვილები, რომელიც მის წინაშე
ძალიან განწმენდილი. და მეოთხე, რომ მოლოდინი არის თვითონ შვილისათვის გონივრული რეაქცია. ეს ტექსტი გვიჩვენებს ჩვენ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ იესო ქრისტეს მეორე მოსვლის შესახებ და რას ხედავთ? ჩვენ ხედავთ ორ რამეს. ერთნი ელოდებიან იესო ქრისტეს, მის მოსვლას, ისე სწორად იქცევიან, მეორენი ელოდებიან, მაგრამ არასწორად. ხედავთ, ერთნი შევიდნენ საქორწინო ნადიმზე, მეორენი კი არა. ამიტომ უფალი ვიცხადებს მე-13 მუხლში, რომ თვითოული შვილი უნდა იყოს ხიზლობდეს, რომ ასეთ მდგომარეობაში არ ჩავარდეს. რა მინდა გამოვყო? ჩვენი ფოკუსირება ძვირფასო პირველი, რაც ჩვენ წარმოთქვით და დავყევთ 4 ნაწილად, პირველი, მხოლოდ ჩვენი სწრაფვა უნდა იყოს იესო ქრისტესთან. ასე 10-ვე მოვიდა მეფესთან, შესახვედრად მათმა აიღეს თავიანთი ლამპრები, ჩვენ ხედავთ მეფის მოლოდინში ზოგიერთი ქალწული გატაცებული იყვნენ ცერემონიის პროცესით. არა იმით, ვისაც ელოდებოდნენ, არა ის პროცესი, რაც ხდებოდა იქ, მთელ ყურადღებას აპყრობდნენ ამ პროცესს. ერთობდნენ იმით, ხარობდნენ, რაც იქ ხდებოდა და ვიწყდებოდათ. ის გამოც ამას აკეთებდნენ. ის გამოც მოვიდნენ. მათ დაავიწყდათ, ვის გამო მოვიდნენ. იესოს მეორედ მოსვლა მათთვის თავარი უნდა ყოფილიყო ძვირფასო. ისინი ელოდებოდნენ, მაგრამ არასწორად ელოდებოდნენ. დაკავებულიყვნენ თავისი თავით, თავისი ინტერესებით, ნიშნულოვანი მათ გამორჩა. ძვირფასო ადამიანები, რომლებიც მოელიან იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას, ისინი ისწრაფენ ურთიერთობისაკენ უფალთან. მათ ყურია შეხვედრა იესოსთან. ჩვენ დღეს მოვედით, ჩვენ წყურვილმა მოგვიყვანა, რომ წავდგეთ უფლის წინაშე. მათმა იციან იესოს პიროვნების დიდებულება და სიდიადე ძვირფასო და ისინი ეძებენ, როდის დადგება დრო, რომ იყოს მასთან პირისპირ, რომ შევხვდეთ პირისპირ. ღვთისმშობლები ასე მოწადინებული არიან უფლის მიმართ, რომ მის წინაშე წარდგენ, მასთან იყვნენ პირისპირ. სწორედ ეს ნიშნავს ელოდებოდნენ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას. ფილიპელთა წერილში ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს. პავლე მოციქული ამბობს, მე მისით ცოცხლობ. ჩვენ სიცოცხლე ქრისტეა. მერტი სიტყვა გვეუბნება, ჩვენ მისით უნდა ვცოცხლობდეთ. ეს არის გული მომლოდინი. როდესაც ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ ვიყოთ ქრისტესთან ერთად და მისით უნდა ვცოცხლობდეთ. ის არის წყარო ჩვენი სიცოცხლისა. ფილიპელთა წერილში ასე მე-13 მერვე მუხლში ვკითხულობთ. ვარი თქვი ყველაფერზე, ამბობს პავლე მოციქული და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო. ის უნდა იყოს ჩვენი ნათელი გზა, ის უნდა მივიღოთ ჩვენ გულს, ის უნდა შევიძინოთ ძვირფასო. ტიმოთეს წერილში ასე ვკითხულობ, ახლა კი მომელის მე სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული და არა მარტო მე, არამედ ყველას, რომელთაც შეიყვარეს მისი გამოცხადებით. ვინც ელოდებიან ქრისტეს, ვინც ელოდებიან მის გამოცხადებას, მათ აქ წერია ყველას, არა მარტო მე, არამედ ყველას ძვირფასო. ელოდება ეს გვირგვინი. ძვირფასო, ჩვენ ველოდებთ უფალს, მასთან შეხვედრას. ელოდებთ უფალს ნიშანავს. ხედავდე მასთან შეხვედრას. ეს უნდა იყოს თავარი, ეს უნდა იყოს მიზანი ჩვენი ცხოვრებისათვის. იმიტომ რომ ყველა ღვთისმშობლი, რომელიც უფალშია, ისინი მომლოდინი არიან უფლისადმი. ყოველთვის მზადყოფნაში არიან. ყოველთვის მათ გულებში ცდილობენ, რომ მხოლოდ უფალი მეფობდეს, უფალი წარმართავდეს მათ. ჩვენ შევიღოთ ახლა მეორე ასპექტი. ეს არის ჩვენი ფოკუსირება იმაზე, რომ მარადიულ ფასეულებებზე. იესო ქრისტეთი უნდა ვცხოვრობდეთ ამ ფასეულობით ჩვენ. ლუკას სახარებაში ვკითხულობთ, ვინაიდან სადაც თქვენი საუნჯეა, თქვენი გულიც იქ არის. უგუნური ხარწულების დამოკიდებულება გვიჩვენებს, რომ სად იყო მათი გული. ის იყო სხვაგან, სხვა ადგილად ძვირფასო. ისინი მოვიდნენ ზეიმებს და მხოლოდ გართობაზე ფიქრობდნენ. მათი ფასეულობა იყო ის, რომ მათ
გაეტარებინათ დრო ხიარულებაში, სინამდვილეში კი ეს დრო მათმა გაატარეს, რა თქმა უნდა ეს დრო და ძალიან ხარობდნენ. მათი მობილიზება და ყურადღება უნდა ყოფილიყო, რომ უნდა წამოეღოთ ლამპრები და გაენათებინათ გზა, მთელი პროცესია მათ უნდა შეეხედათ, რაც ფასეულიყო იმ დროს. მათი მოვალეობა იყო, მოდის ნეფე და გაენათებინათ მისთვის გზა, ერთად დახვედროდნენ მას, ღირსეულად შეხვედროდნენ მას. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, ისინი ერთობიან იმათ ამ ქვეყნიური განცხრომით. ლაპარაკია იმ შვილებზე, რომლებიც მხოლოდ ამ ქვეყნიურზე ფიქრობენ. ლუკას სახარებაში ვკითხულობ. იყოს თქვენი წელი შემოტყულის და სანთელი თქვენი ანთებული. ანუ ვიყოთ ზადყოფნაშიო, გვეუბნება ლუკას სახარებაში ამ სიტყვებს ვკითხულობ. იყოს თქვენი წელი შემოტყული, ანუ ზადყოფნაში და თქვენი სანთლები ანთებული. სანთელნი ანთებული. ეს მე-12 თავის 36 პუნქტში კი ვკითხულობ. თქვენ კი იყავით მსგავსნი იმ ადამიანებისა, რომლებიც ელიან თავით ბატონის დაბრუნებას ძვირფასნო. ამ ზადყოფნაში უნდა ვიმყოფებოდეთ ჩვენ. ახლა ბოლო დროა. ჩვენ ყველა ელოდებთ ქრისტეს. ყოველდღურად ველოდებთ, უნდა ვხიზლობდეთ, რადგან მის მოსვლას ღირსეულად შევხვდეთ ძვირფასნო. რა არის ძვირფასი ფასეულობა? ძვირფასნო იესო ქრისტესათვის ამ მიწაზე. ეს არის მის მიერ ხმობილი სულები, რომლებიც შეადგენენ უფლის ეკლესიას. ყველაზე ძვირფასია ეს უფლისათვის, მისი ეკლესია, მისი ხალხი და ერი, რომელიც ერთობაში იმყოფებიან, ზადყოფნაში იმყოფებიან, წელზე სარტყელში შემორტყმული, ძვირფასად ხიზლობენ, რომ მეფე მოვა, რომ ისინი ღირსეულად შეხვდნენ მას, რომლებიც უნდა შევიდნენ საქორწინო ნადიბზე, რომელიც უფალმა მომზადა. ძვირფასო, ჩვენ უნდა საზრდოობდეთ ჩვენი სულები იესო ქრისტეში და უნდა ვასარდოოთ ისინიც ჩვენს გარშემო, ვინც არის ჩვენი დები და ძმები. ჩვენ ვიყოთ ამ ურთიერთობაში, ურთიერთსიყვარულში ძვირფასო. რადგან ეს ღვთისმშობლები ჩვენ გარშემო ისინიც ლამაზი ყოფილიყვნენ. დატყოფნაში იესო ქრისტესადმი. ძვირფასო, თითოეული ადამიანი უნდა მოელოდეს იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას და უნდა ზრუნავდეს მის ფასეულობებზე. კოლოსალთა წერილში ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს, ამგვარად, თუ თქვენ აღდგეთ ქრისტესთან ერთად, ეძიეთ მაღლა, სადაც ქრისტეს ის მარჯვნივ. ზეციერზე იფირხეთ. კოლოსალთა წერილი გვეუბნება და არა მიწიერზე. რა არის ზეციერი ძვირფასო? ის რომ ვასარდოოთ სულები ძვირფასო, რათა ისინი იყვნენ ლამაზნი, რათა მათში ვლინდებოდეს იესო ქრისტეს დიდება. ანუ არა მარტო ჩვენ ვისწრაფოთ ამისად, არამედ ჩვენ ვასარდოოთ ჩვენი დები და ძმები, რადგან ისინი გამოიყურებოდნენ ხიზლად და ელოდებოდნენ ძვირფასო ჩვენ უფალ იესო ქრისტეს. და მეოთხე მუხლი, როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მაშინ თქვენ გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებით. ამას გვეუბნება ღმერთის სიტყვა. მესამე ასპექტი, რომელიც ჩვენ გამოვთვალე, მესამე ასპექტი, იესო ქრისტეს ჩვენ უნდა წმინდავდებოდეთ ძვირფასო. უნდა ვიყოთ ხიზლად. ორთვის უნდა წმინდავდებოდეთ. და ვისწრაფებოდეთ უნდა სიწმინდისაკენ. რათა უფრო და უფრო მისი მსგავსი გავხდეთ ძვირფასო. მას დავემსგავსოთ. იოანეს სახარებაში, პირველ იოანეს წერილში ვკითხულობ მესამე თავში. საყვარელო, ამერიდან თიშმილნი ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულ რანი ვიქნებით და ვიცით რომ როცა გამომჟღავდება, მისი მსგავსი ვიქნებით იესო, რადგან ვიხილავთ მას, როგორც ის არის. ჩვენ გარდავიქმნებით უფალ იესო ქრისტეში, ძვირფასო, ვინც ხიზლობს. ვისაც მესამე მუხლი, ყოველმა ვისაც იმედი გააქვს მისი, განიწმინდოს თავი. ღმერთის სიტყვა გვეუბნება და გვამხილებს, როგორც ის არის წმინდა. ძვირფასო, ვინც ელოდება იესო ქრისტეს მეორე მოსვლას, ისინი უნდა ღვთისმშობლები არიან. ისინი იცნობენ მას და მას ეკუთვნიან. ასეთი შვილები სწრაფიან, რომ უფრო და უფრო წმინდავდებოდნენ, რათა გაცხადდეს მასში ქრისტეს სიწმინდე, რომ მისი მსგავსნი იყვნენ.
მისი მომლოდინენი ყოველთვის ძვირფასნო ისტრაფიან მისი სიწმინდისაკენ. შევეხოთ მეოთხე ასპექტი, რომელიც შეიძლება ამ მერტის სიტყვიდან გამოვყოთ. ეს ჩვენი მოლოდინი, მერტის სიტყვა გვეუბნება, რომ ეს არის გონივრული რეაქცია ძვირფასნო, როდესაც ველოდები. ეს არის ჯანსაღი რეაქცია ღმერთის შვილებისა, ქრისტიანისა ძვირფასო, რომ ყოველთვის ის მოლოდინშია, უფალთან შესახვედრა, რომ უფალ შეხვდება, უფალი თან ერთად იქნება, რომ იმ ადგილას, რომელიც უფალმა გაუმზადა ძვირფასო. ჩვენ ქვეყნიერებაზე ვართ, მაგრამ ამ ქვეყნიერებზე ველოდებით მასთან ურთიერთობას, რომ წავდგეთ მის წინაშე და ვიყოთ მასთან სიახლოვეში და მთელი სამყაროს ღმერთი ის ხდება ჩვენი ცხოვრების მეუფე, ჩვენი წარმართველი, ჩვენი უფალი, ჩვენი ცხოვრების გამსაზღვრელი ძვირფასნო, რომელსაც მიყვართ მხოლოდ ნათლისაკენ, რადგან მეფის შესახვედრა ძვირფასნო, ჩვენ ვემზადოთ, უნდა ვემზადოთ, რომ აღვასრულოთ ჩვენ მთავარი პასუხისმგებლობა. ამ შესახვედრად ჩვენ ვასრულებთ მთავარ პასუხისმგებლობას, რომ ვართ მზადყოფნაში. ხოლო უგუნურება ის არის ძვირფასნო, არ ველოდებით უფლის მეორედ მოსვლას და ვერ ვაფასებ ის, რაც რეალურია. ამიტომ ღმერთის სიტყვა გვეუბნება, გონივრულია რომ ველოდოთ ჩვენ. ყველაზე დიდი უგუნურება ის არის, რომ როდესაც ფიქრო, რომ გადარჩენილი ვარ და როდესაც წავდგეთ უფლის წინაშე, პირისპირ მისგან მოისმენ სიტყვებს, ღმერთის სიტყვა გვეუბნება, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გიცნობ. ეს ცხოვრება მაშინ, როდესაც დაიხარჯა ჩვენი ფუჭად, როცა უფლის წინაშე წავდგეთ და ეს ჩვენ არ მიგვიღებს, არ გიცნობთ თქვენ. ამიტომ ყოველთვის უნდა ვიფხიზლოთ. ეს ის ვაფრთხილებს, რომ არ ვიყოთ უგუნური, როგორც ის ხუთი ქალწულე, რომელიც იდგნენ მის წინაშე უგუნურებით წარმართავდნენ თან ცხოვრებას. ჭეშმარიტ სიბრძნე მდგომარეობს, რომ ჩვენი ხსნის მიზანია, რომ მოველოდოთ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას. პირველთა თესალონიკას წერილში ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს, რომ მის მომლოდინეებს იესოს მეორედ მოსვლისას ის იხსნის მომავალი რისხვისაგან, ვინც მას ელოდება, მას ღვთის რისხვა აცდება ძვირფასო. ის ამბობს, რომ თქვენ ნამდვილად გადარჩენილები ხართ მისი მომლოდინეები. ხოლო ისინი, ვინც არ ელოდება იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას, ვერ მოხვდებიან საქორწინო ნადიმზე. ძვირფასო. საპატარძო, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ღმერთის ეკლესია, რომელსაც მოდის, თვით უფალი იესო ქრისტე თავის ეკლესიისათვის. ებრაელთა წერილში ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს, რომ იესო ქრისტე მეორედ გამოჩნდება, არა ცოდებისაგან განსაწმინდად, რომ ჩვენ გავწმინდოთ ცოდებისაგან, არამედ მის მომლოდინელთა სახსნელად. ჩვენ უნდა განწმენდული ვიყოთ ამ ცოდებისაგან. ღმერთის სიტყვა გვეუბნება, ვინც მას ელოდება, მის სახსნელად მოვა. უფალი იესო ქრისტე. ტიტეს წერილში ჩვენ ვკითხულობთ მეორე თავში, ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი ყველა ადამიანის ხსნელი, ჩვენი უფალი იესო ქრისტე, ჩვენ დასამოძღვრად, რათა უარყოთ უხთო გზა ამ ქვეყნიური გულისხმანი და ვიცხოვროთ ამ საუკუნეში აზრიანად. რას მოგვიწოდებს ღმერთის სიტყვა? რომ ვიყოთ აზრიანად. ეს მოლოდინი არის ძვირფასნო გონივრული, აზრიანად, სიმართლე და ღვთის მოსაუბრად. ამას გვაფრთხილებს ღმერთის სიტყვა. და მე-13 მუხლი, მოველოდოთ ნეტარ სასოებას. რას მოველით? ნეტარ სასოებას და ჩვენი დიდი ღვთისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს დიდების გაცხადებას. ჩვენი გავში ვკითხულობთ, რომ მეფემ დაიგვიანა ძვირფასო და ყველას ჩაეძინა. და როდესაც კი გაიგონოს მოხმობა, რომ მეფე მოდისო, გამოდით ნახე მეფე მოდისო, მისი მომლოდინები აღმოჩნდნენ მის ნებაში. ვინც ელოდება, იმყოფება ღმერთის ნებაში და მოხვდნენ ისინი საქორწინო ნადიმზე. მეორენი კი იღვიძებენ, იწყებენ შფოთვას, ხელვას, მათ არ მოემზადენ და იწყებენ თავისი, ასე შეიძლება ვთქვათ, თავისი ჯიბეების ქექვას. რაღაცას ეძებენ. ისინი ფიქრობდნენ მიწიერზე და არა ამ ქვეყნიურზე ფიქრობდნენ. მეორე პეტრეს წერილში ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს. პირველ თავში.
მე-11 მუხლები. ამიტომ ძმანო, უფრო და უფრო ეცადეთ, განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულება, თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაბორძიგდებით. ამიტომ ვიზრდებოდეთ, ღმერთის სიტყვა გვეუბნება, ყოველთვის ვიზრდებოდეთ ჩვენ უფალში, ვიყოთ მის ნებაში, მის სიტყვაში, ვისწრაფოდეთ მისკენ და ვინაიდან მე-11 მუხლი, ვინაიდან ასე უხვად გაგვეხსნება ჩვენი უფლის მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნოს სასუფეველის შესასვლელი. თვით ღმერთის სიტყვა გვიცხადებს, არა მარტო ამ მიგავში, სხვა ადგილას, რომ თქვენ გაგეხსნებათ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საუკუნოს სასუფლების შესასვლელი. და მე-13 მუხლი, რომელიც წავიკითხე ეს ჩვენ შესაგონებდა, ხო და იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე. და უფალმა გვაკურთხო და ვიყოთ ხიზელნი, ვისწრაფებოდეთ უფლისაკენ, რომ ისიც ნებაში ვიმყოფებოდეთ და უფალი ასე შვილებს ყოველთვის წარმართავს ნათელი გზით თავის სამეფოში. ისელოდება თავის პატარ ძალს, თავის ეკლესიას, რომ ჩვენ, როდესაც ერთობაში ვართ, ურთიერთ სიყვარულში ვართ, ღმერთს უხარია, ყველაზე ძვირფასი ჩვენ ვართ მისთვის. ამიტომ ჩვენ ვიყოთ კურთხევად ერთმანეთისადმი და გარშემო მყოფ ადამიანებისადმი და ძვირფასი. და უფალმა გაკურთხე და იყავით კურთხევლები. ახლა